დამოუკიდებელმა თეატრმა ანარეკლი მაყურებელს ქორეოდრამა ასული შესთავაზა. სპექტაკლი პოლიკარპე კაკაბაძის პიესის სამი ასულის მიხედვით შეიქმნა. როგორც რეჟისორი გიგი ლორია ამბობს, არჩევანი პიესის ავანგარდისტულმა ხასიათმა განაპირობა. საზღვარგარეთ ხშირად დავდივარ თეატრებში და მიწევს სპექტაკლების ყურება. და ჩემს ძალიან საინტერესოა ის პიესა, პოლიკარპე კაკაბაძის პიესა, რომელიც თქვა დაიწერა ძალიან ადრეულ პერიოდში. ეხლა არის ევროპაში ძალიან გავრცელებული, ძალიან ავანგარდისტული და თითქმის უმეტესწილად მსგავსი ფორმის პიესები იკეთდება. ან იწერება, იქვე ითხვება, ან უკვე შექმნილს იყენებს ევროპული და დასავლური თეატრები. და მე აქ მაქვს რა და ავანგარდისტულ პიესას იმიტომ ვეძახი, რომ იქ არის სიტყვიდან სიტყვამდე შრეები, სადაც რეჟისორს გეძლევა ინტერპრეტაციის საშუალება, მაგრამ ძალიან რთულია შეინარჩუნო და არ გაცდე დრამატურგიულ ხასს. რეჟისორის ინტერპრეტაციით პიესის სამი პერსონაჟი დია, თეო და ევა საყვარელი ადამიანის მიერ მიტოვებული სასოწარკვეთილი ასულის სხვადასხვა ეგო ტრანსფორმირდება. ჩვენ გავაკეთეთ ინტერპრეტაცია და ჩვენი სათქმელი იყო, მთავარმა სათქმელმა შეიცვალა ძირითადი ფაბულა, რაც პიესაშია. ანუ მე ვფიქრობ, რომ ადამიანები როცა ცხოვრებაში არ უმართლებთ, სასწარკვეთაში ვარდებენ და სასწარკვეთა იწვევს ჩაკეტილობა და ჩაკეტილობა დიდი ხნის განმავლობაში იწვევს შიზოტოპურ მდგომარეობას, რომელიც შიზოიდობაში გადადის და შიზოიზმია აღწერილი ამ სპექტაკლში, რომ აი უკვე საკუთარ მეებს და საკუთარ გაურებებს ელაპარაკება და ცდილობს სადღაც არის მომენტი, რომ ხვდება, რომ ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა და იწყებს ბრძოლას, რომ აქედან რაღაცნაირად გამოაღწიოს. და აითელი კონფლიქტი ეგ არის, რომ ჯერ ის, რომ ადამიანმა გააცნობიეროს თავისი მდგომარეობა და მერე მოძებნოს გამოსავალი. რამოდენიმე ხერხია გამოსავლის ძიების და ანუ ფინალი დავტოვეთ ღიად, როგორც ვთქვათ, ინტერპრეტაციის საშუალება რო ქონოდათ მაყურებელს, იმიტომ რომ ყველას თავისი არის სიცარიელი, სადაც ყველა მაყურებელს შეუძლია თავისი ამბავი წარმოიდგინოს, როგორ შეიძლება ეს ამბავი დამთავრებულიყო. არის ახარება, რომ მარცვალი რომელიც მოკვდება, იქიდან დაიბადება რამოდენიმე. და თუ მოკვდა, დარჩება ერთი. და ადამიანი ზუსტად ამ პროცესს გადის ცხოვრების გზაზე, თუ ტრაგედიამ, ტკივილმა, დიდმა ტკივილმა დიდი ტკივილის გადატანა შეძლო ადამიანმა და შეძლო აქედან გამოსავლის პოვნა, ის ორჯერ უფრო ძლიერია, უფრო ამტანია ცხოვრების მიმართ და გაცილებით მაღალ საფეხურზეა, მოკლედ რა ვთქვა და თუ ვერ გადალახა, სადღაც რჩება ის უსასრულობაში და უნაყოფობაში. და ადამიანი არსობრივად არის შექმნილი იმისთვის, რომ სახეთ ღვთისა, რომ
იყოს შემოქმედი. გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ეს სახელით ჩემს პერსონაჟს რაც ქვია თეო ღმერთთან არის ასოცირებული, პიესიდან გამომდინარეც ძალიან ძლიერი, მიზანდასახული და მკაცრი პერსონაჟია. ცოტა ამბიციურიც დანარჩენებთან შედარებით, წამყვანი, ანუ სულ პირველობა უნდა და როდესაც სპექტაკლში ჩნდება, როდესაც შემოდის თავდაპირველად გვევლინება როგორც ღმერთისკენ მიმავალი გზა, რწმენის იმედის სახით და ეს დროთა განმავლობაში უკვე იცვლის როლებს და ამის საწინააღმდეგოდ ანტიგმირად გვევლინება. ხოლო მისი ხასიათიდან გამომდინარე სიძლიერე რაც აქვს, მე უკვე თავისი როლური თამაშების სახეები გარდამავალი იმდენად გარდაიქმნება, რომ ამ თავისი ხასიათებით სიგიჟის ზღვარზე შეუძლია მიიყვანოს ადამიანიც. ანუ ასე ცუდ პერსონაჟად გარდაისახება, ასე რომ ვთქვათ. სპექტაკლზე რო არ მიგვეწევ პორკაბე კაკაბაძე, მე ვთვლი, რომ ყველა ვისაც ეს პიესა წაკითხული აქვს, აუცილებლად მიხვდებოდა რაზეა ლაპარაკი და საიდან ავიღეთ ეს ისა რა ქვია პიესა. აბსოლუტურად არ წმენებული ვარ, იმიტომ რომ მსგავს განსაკუთრებული და გამორჩეული პიესა ქართულ დრამატურგიაში არ არის. რეჟისორის აზრით სპექტაკლის ქორეოგრაფიული ფორმა პიესის სტრუქტურამ განსაზღვრა. არის ნაწარმოებები და პიესები, რომლებიც მე ვთვლი, რომ არის უშუალოდ ქორეოგრაფიული ფორმისთვის უფრო საინტერესო, ვიდრე დრამატული თეატრისთვის. ბუნებრივია ქორეოდრამაში წარმართველი ქორეოგრაფია. სალომე ფილიშვილის ნამუშევარი მაყურებელს მთლიანად იპყრობს და გრძნობების, ემოციების და ფიქრების სამყაროში ამოგზაურებს. ქორეოგრაფიის მე და სალომეს თითქმის ყველა სპექტაკლზე გვაქვს ერთად ნამუშევარი. სალომე არის გამომდინარე იქიდან ჩვენი დიდი ხანია, სანამ საერთოდ სარეჟისორო კარიერას დავიწყებდი, მანამდე მე და ის თამაშობდით პანტომიმის თეატრში და ვიყავით პარტნიორები და ეს გამოცდილება ძალიან გამოგვადგა, იმიტომ რომ ჩემი ჩანაფიქრების ეგრე ორგანულად და თვითიდენტურად თხრობა ქორეოგრაფიაში და როგორც პერსონაჟს მსახიობს ეგრე რო ესმოდეს ჩემი სხვა მე არავინ არ ვიცი და ამიტომ მე შემიძლია ძალიან მნიშვნელოვანია შემოქმედებით პროცესში ადამიანები, ვისაც ეინდობი, შეიძლება ძალიან დიდი ნიჭის და გაქანების იყოს, მაგრამ ნდობა არ გაჩნდეს პროცესში. და სალომე არის ის უნიკალური მოვლენა, როდესაც შეგიძლია ეინდო და ანუ მნიშვნელოვანი ჩემთვის რა, რომ არ იყოს გამეორება და იყოს მოფიქრებული, ისა რა ქვია ქორეოგრაფია და ქორეოგრაფია არ გავდეს სხვა ქორეოგრაფიის ნამუშევრებს. და ამას ახერხებს. მე ვფიქრობ ფიზიკურ თეატრში სალომე ფილიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტი და ქორეოგრაფია, იმიტომ რომ მასავით, სხეულის ენით და მსახიობური ოსტატობა თანაბრად ძლიერად კონდეს ერთ ადამიანს, მე სხვა არ მახსენდება. მეტნაკლებად ვერ ყვევი ხა ფიზიკურ თეატრში და ვფიქრობ, რომ ძალიან გამორჩეული არტისტია.
პერსონაჟის თითოეულ მდგომარეობას შემსრულებლები ემოციურად და ტემპის ცვლილებით გამოხატავენ. და მთავარი არის იქ არა ვთქვათ ქორეოგრაფია ხელს და ფეხს როგორ გაიქნევ. აი ეს ამბები თვითონ რაც შინაგანად გვაწუხებს რის თქმაც გვინდა თვითონ ეს მდგომარეობა როგორ განაპირობებს მოძრაობას, როგორ განაპირობებს სამსახიობო მდგომარეობას, როგორ განაპირობებს თვითონ სარეპეტიციო პროცესს. რა თქმა უნდა, ეს განსხვავებული იქნება ხასიათიდან გამომდინარე და პერსონაჟის შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩემი პერსონაჟი რადგან მკაცრია, ცოტა ესეთია ამაყი, სხვანაირი დამოკიდებულება აქვს მოძრაობების მიმართ მიუხედავად იმისა, რომ სამივე ერთნაირად მოძრაობთ. მეორე პერსონაჟიც მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა ერთნაირია, ის ცოტა ცანცარა და ესეთია ძალიან საშტაფრინავს. დაბნეული და იმის მოძრაობებით ცოტა განსხვავდება. ანუ ეს სპეციფიკა გვაქვს მაინც იგრძნობა. პანტომიმის თეატრის მსახიობი არ გამჭირვებია ავეწყეთ, იმიტომ რომ ფიზიკურად ძალიან ბევრ შრომობდით, ძალიან ვემზადებოდით ამ სპექტაკლისთვის. ყოველდღიური ბევრ საათიანი შრომა ჩავდეთ. როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური და მორალური. რა თქმა უნდა, გამოცდილებაც თავის ეშვება და ისევ შრომა და შრომა. და პარტნიორის მხრიდანაც დამოკიდებულება, ანუ ერთობლიობაში იქმნება ეს სინქრონის თანწყობაც და გაგებაც. ჩემს ყველაზე მნიშვნელოვანი გულწრფელობა. იმიტომ რომ შეიძლება რაღაცები ისე ვერ გააკეთო და იდეალური არაფერი არ არსებობს ამ სამყაროში, მაგრამ გულწრფელობას აუცილებლად პატიობს, როცა გულწრფელად აკეთებ რაღაცას მაყურებელი და აქედან გამომდინარე ჩვენ მე ვცდილობ რომ პროცესში დაიბადოს ქორეოგრაფია, პროცესში დაიბადოს მუსიკა, ესე იყო, პროცესში დაიბადოს დეკორაცია, პროცესში დაიბადოს კოსტიუმი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მე ცოცხალ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა და იქიდან გამოვდივარ, იმიტომ რომ მე ვუსმენ მათ და მე ვცდილობ, რომ ეგ ჩემი თავარი ფუნქცია არის, როგორც რეჟისორის, რომ ეს გულწრფელი მოცემულობა, რაც რეპეტიციის დროს მიმდინარეობს, სწორად ავსახო და მოვაქციო დრამატურგიულ ჩარჩოში. მუსიკა და ქორეოგრაფია იმდენად ორგანულადაა ერთმანეთში შეზავებული, მაყურებელს შეიძლება კითხვაც კი გაუჩნდეს. მუსიკის მიხედვით შეიქმნა მოძრაობები თუ პირიქით, უკვე არსებულ ქორეოგრაფიაზე დაიწერა მუსიკა. მინდა აღნიშნო, რომ ჩემ შემთხვევაში პირველად მოხდა პრაქტიკაში ესე, რომ ჯერ ქორეოგრაფია იყო და შემდეგ მე მისი მუსიკალური გაფორმება. სიმართლე რო ვთქვა, თავიდან ცოტა გამიჭირდა, იმიტომ რომ პიესის არსს ვერ ჩავწვდი. და საბოლოო ჯამში რეჟისორის გადაწყვეტილებები და ქორეოგრაფიული ნახაზები ისე წავიდა, რომ რაღაცნაირად რეალობა გამოაჩინა, რის მიხედვით შეიძლებოდა, რომ ეს აქცენტები დასმულიყო და ყოველ შემთხვევაში, ექსპერიმენტის სახე მივეცით ამ ყველაფერს, რომ აი ესე როგორ შეიძლება გამოვიდეს. ცოტა გაკვირვებულიც ვარ, იმიტომ რომ კარგი რეზონანსი მოყვა და სიმართლე რო გითხრათ, ჩემ დათავად მე ვცდილობ ხოლმე, რომ საკუთარ თავს კრიტიკულად შევხედო, რომ რამე არასწორი ხო არ არის. და აი ეს რამე არასწორი ხო არ არის,
მუშაობის პროცესში იმდენად სიღრმეებში შევედით, რომ ეს ისტორიები ცადეთ, რომ დაგვეცვა. საკმაოდ მნიშვნელოვანია მსახიობისთვისაც რამდენად აქვს შეგრძნება იმისა რა ტემპში და რა რიტმში იმოძრავოს, რომ გეხმარება სცენიდან უფრო ადვილად მოწოდებაში ამ ინფორმაციის რაც გინდა რომ გადმოსცე და შესაბამისად რა თქმა უნდა არის ის მეთოდიც, რომ იჯდეს ადამიანი, რომელიც ამ მუსიკას გაუშვებს და კონკრეტულ ქმედებაზე დაამთხვევს, თუმცა მეორე მხარეც არსებობს, როდესაც შენ ეს რიტმიკა შეგრძნებული გაქვს, იმდენად შესისხლ ხორცებული გაქვს, რომ ამ მუსიკის ნაწილიც გახდე. ეს პაუზაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქვს თავის დატვირთვა რა და რაღაცა მომენტში მაქამდეც მივედით ჩემი აზრით და მე პირადად კმაყოფილი ვარ, მინდა გითხრათ რა. ეს დავსდენ აქვე, რომ საკმაოდ შრომატევადი ამბავია, რომ ცხოვრების განმავლობაში, როგორც პროფესიონალი, მიხვიდე ამ დასკვნამდე, რომ პაუზას რა მნიშვნელობა აქვს და გამეხარდა, რომ ეს ამბავი იცოდა ამ ადამიანებმა და მეც გამემარტივდა შესაბამისად მუშაობა. რეპეტიციების დროს იწერებოდა მუსიკა, მოიტესან რომ გვერდ-გვერდ ვიჯექით, ვისაუბრებოდი სპექტაკლზე, რეპეტიციას ვაჩვენებდი, მსახიობებთან ჰქონდა უშუალო კონტაქტი და აი ეს პროცესი იყო ცოცხალი და მუსიკაც იმიტომ არის ეგეთი ცოცხალი რა, პულზე ედოხელი გრძნობდა ამ ყველაფერს და მაქვს ძალიან დიდი რესურსი, შესაძლებლობა და გამოცდილება სანდროს ეგ ყველაფერი სწორად და კარგად მიეწოდებინა ჯერ მსახიობებისთვის და მერე მაყურებლისთვის. მუსიკაზე რომ გითხრათ, მართლაც ძალიან გენიალური ნამუშევარია. ბატონი სანდრო თავად მოდიოდა და მოძრაობებიდან, ჩვენი პლასტიკიდან გამომდინარე, ერთობლივად იქმნებოდა მუსიკა. ამაზე მოძრაობებშიც ძალიან ბევრი რაღაც შეგვეცვალა, მუსიკაც ყოველდღიურად იხვეწებოდა და მრავალფეროვანი ხდებოდა. ქორეოგრაფიულ ნახაზს თავისი შიდა ტემპო რიტმი აქვს, რომლის მიხედვითაც კომპოზიტორს, თუ ხარ კომპოზიტორი, შეგიძლია გაყვე და არის ხომ პირიქით შემთხვევაში ბევრად უფრო ადვილია, როდესაც მუსიკა გაძლევს შთაგონების წყაროს და უკვე შენ მიყვები და როდესაც ხედავ, რომ ჯერ ნახაზია, იქ პატარ-პატარა დეტალებზე დაკვირვება და აქცენტი რაზე გააკეთო, რა მხრივ წაიყვანო ეს აქცენტი, რას ნიშნავს კონკრეტული მოძრაობა, ამასაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მე იმედი მაქვს, რომ ეს რაღაცნაირად, მოკლედ როგორ გითხრათ, ნახე, ამოცანა და მოცემულობა დადგა ისეთი, რომ პროდუქტი უნდა გაგვაგეცენენ, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, რომ დაენახა რაზეა საუბარი და იმედი მაქვს, რომ ამას გავართვით თავი. იქნების მეფის თვიფასი ბაჟია! იქნების ქრისტე მაცხოვა! ქრისტის ჩვენ დაელოდება როდის ქორეოგრაფიულ სპექტაკლში მსახიობებს თავისუფალი სივრცე სჭირდებათ სამოძრაოდ. ამ სპეციფიკის გათვალისწინებით ხატვარმა ანანო დოლიძემ რეჟისორს საცერის იდეა შესთავაზა.
რომელიც სპექტაკლის კონცეფციასაც პასუხობდა. საკუთარ თავში ჩაკეტილი დეპრესიაში მყოფი ქალის შიშებს. და შევთავაზე მრგვალი სფერო, რომელიც სრისავს, ასე ვთქვათ, მოძრავი იქნებოდა და ასევე უნდა ყოფილიყო ქართული მოტივები და საცერი როგორც ქვავს, ესე ქონდა გათამაშებული სპექტაკლში, რომ ეს შიშები, ასე ვთქვათ, სულ მოძრაობაშია და ვერ აღწევს თავს ამ შიშებიდან. ეს როგორც მოძრაობს, ანუ ეს მოძრაობა იყო, როგორც ეს საცერი, რომ ჩამოყრეს ვარიანტი არის შიშების და ეს ქვა, რომელიც გასრისავს, რა თქმა უნდა, დოლობის ქვა იქ წყალიც იყო, ცეცხლიც იყო და სტიქი. საცერი, საიდანაც სულ მატყლით ვივა და ეს რაღაცა ცხოვრების უწყვეტობას გამოხატავს და ცხოვრების წრესს გამოხატავს რაღაცა ეპიზოდში ეს საცერი ხდება კაბა, რომელიც სული პერსონაჟის სიზმარია, სადაც ის თავისი ეგოცენტრულობიდან გამომდინარე ხედავს მოცემულობას. და ის ტრანსფორმაცია ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო და ის გარდასახვა საცერიდან კაბაზე გადასვლა რაღაცნაირად სამბეჭდავია ჩემთვის. იმიტომ რომ სურეალისტურ გარემოს ძალიან კარგად გამოხატავს და სურეალისტურ გარემოში სიზმრის მოყოლა კიდევ უფრო რაღაცა ჩემთვის ისეთი იყო, რა ვქო, საინტერესო და სასიამოვნო. რაღაც არის ეპიზოდები, რომელზეც პროცესის დროს დიდი სიამოვნება მივიღე და ზუსტად ეგეთი ეპიზოდია ეს სიზმრი. ეს გოგო არის განსხეულება ერთი პიროვნების, თავარი პერსონაჟი, ანუ სამივე სახეობი უნდა ყოფილიყო ერთი სხეული და ამიტომ ერთი ნეიტრალური ტონი აურჩია, რომელიც შიშსაც გამოხატავდა, სიყვარულსაც გამოხატავდა და უკვე მარტივი არის იმ ტონის კოსტუმზე ფერების ცვლილება განათებით და ამიტომ სანამ ცეცხლს შემოიტანს, მანდვე შემოაქვს ეკლის გორგალი, რომელიც არის ეს ზუსტად ის ტკივილი, რასაც ეს მთავარი პერსონაჟი ატარებს. შემდეგ არის ცეცხლი, როგორც იმედის ნაპერწკალი, შემდეგ ესეც ქრება. და აი ამის თამაში მიდის მთელი სპექტაკლი, რომელი ემოცია წამოვაწია და რომელს გაუმკლავდება. და ბოლოს ხშირად მაინც ტკივილთან უიმედოთ. ეს მე მგონი ეგრეც არ არის, იმიტომ რომ თითქოს კითხვის ნიშანი არის ფინალში და ის გლობალი ხო რჩება? ცხოვრებაც ხო გრძელდება და ერთ საერთოდ რა მოხდება, ხოლმე რა მოხდება, არავინ არ იცის, ხო ესეც ესეა, რომ თითქოს წერტილი არ არის დასმული და მე როგორ განვითარდება, ეს არის აი რეჟისორის მიერ მოყოლილი აი ესეთი ფინალი და შეიძლება განვითარებაც ქონდეს. ყველა მაყურებლისთვის სხვადასხვა განვითარება იქნება. კონკრეტიკა იყო ისევ ქართულიდან გამომდინარე, ის რომ ატმოსფერო მიგვეღო რომ გარეთ ყინვიდან შემოდის სითბოში და ნაბაჯი გახოლი, იმიტომ რომ ფინალიდან გამომდინარე რომ მოგეხსენებათ რომ უკვე უნდა შემალულიყო რაღაცა ნივჩი და გადავწყვეტეთ რომ ეს ნაბადი ყოფილიყო, იმიტომ რომ ბევრ სხვა მოთხოვნას შესაბამებოდა, რაც ქონდა ჩანაფიქრი. ეს სამი ასული თუ არის, ასე ვთქვათ, მისი შიშები და გამოგონილი პერსონაჟი, ეს ბიჭი უნდა ყოფილიყო ძალიან რეალური და ამიტომაც თეატრალურ კოსტუმს ვერ გავაკეთებდით, რომ ყოფითი უნდა ყოფილიყო. თავიდან აი როგორც არ უნდა ყველაფერი ზუსტად გქონდეს კონცეფცია, მუშაობის პროცესში მაინც დეტალები
ყოველთვის იცვლება. აი მაგალითად შეიძლება რაღაც მიზანსცენა ისე გაკეთდეს, რომ ის ჩანაფიქრი კონსტრუქციულად შეიცვალოს, რომ ის მაგალითად ისე არ გამოვიდა და ოღონდ ეს არ არის რაღაცა რადიკალური ცვლილება, აი მინიმალური ცვლილებებს ვამბობ, აქ ის არ არის, რომ ფერი შეიცვალა, იმიტომ რომ ფერი კონცეფციიდან გამომდინარეა, ხო, აი სტრუქტურულად გულისხმობ უფრო. თეატრმცოდნე ანა სულამანიძე ქორეოდრამას სალსახად გამოარჩევს გიგი ლორიას წინა ნამუშევრებისგან და ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტს ასახელებს. დრამატურგიული გამართულობა. მიუხედავად იმისა, რომ პიესას არ მიჰყვებიან კვალდაკვალ, სპექტაკლში გვხვდება მკაფიო სიუჟეტური ხაზი, რაც თანამედროვე ქორეოდრამისთვის ნაკლებად დამახასიათებელია. შინაარსობრივი ლაკონურობა. სპექტაკლი გადატვირთული არ არის უშინაარსო და ზედმეტი დეტალებით. ფიზიკური და ემოციური მზაობა, რაც წარმოდგენას მაყურებლისთვის ესთეტიკურად სასიამოვნოს ხდის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული იდენტური ხელოვნება. და რაში, ანუ ქართული ამ სპექტაკლში არის ქართული დრამატურგია. მუსიკაში ვიყენებთ აბსოლუტურად ყველას თითქმის ყველა ინსტრუმენტი არის ქართული და აქ თანამედროვე ელექტრონულ მუსიკასთან შეზავებული. ასევეა მხატვრობაში. მხატვრობაში ვიყენებთ საცერს, დიდი საცერია, მატყს ვიყენებთ, ნაბადს ვიყენებთ, სანთელს ვიყენებთ, ეკლის გორგალს ვიყენებთ. აი ყველაფერი ქმნის დეკორაცია, კოსტუმი და რეკვიზიტები ქმნის ქართულ სულს და თან არ უკარგავთ სურეალისტურ განწყობას. ყოველ შემთხვევაში სურვილი და მცდელობა მქონდა, რომ ყველაფერი ორივე ერთად ყოფილიყო ქართული იდენტური და სურეალისტური სპექტაკლი და არ ვიცი რამდენად გამოვიდა, მაგრამ მე გრძნობ, რომ მიზანს რაღაცნაირად მიუახლოვდით.